მე მინდა გაგაცნოთ ერთი ძალიან ძვირფასი ქალი, რომელიც იყო პირველი კორექტორი ქალი საქართველოში. სამწუხაროდ დღეს კორექტორის სპეციალობა ძალიან, ასე ვთქვათ, დაუფასებელ სპეციალობად არის, თუმცა, როდესაც ჩვენ საუბრობთ მე-19 საუკუნეზე, ეს მე-19 საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული და გამორჩეული პროფესია იყო. და სწორედ ასეთ ქალზე, პირველ კორექტორ ქალზე უნდა გესაუბროთ. ეს არის დომინიკა ერისთავი, რომელიც ქუთაისის მაზრაში დაიბადა და დომინიკაც იყო იმ ქალთა შორის, რომელსაც მიუხედავად კარგ სოციალურ წრეში დაიბადა, მაინც ადრე მოუწია დაოჯახება და საკმაოდ რთული ოჯახური ცხოვრების დაწყება. მისი ოჯახი ვანის რაიონში ცხოვრობდა, თუმცა ზამთარს ქუთაისში ატარებდა და სწორედ ქუთაისში ცხოვრების დროს დაუახლოვდა გუბერნატორის ოჯახს და ამ ურთიერთობის საფუძველზე მან შეისწავლა რუსული ენა და ლიტერატურა და ეს იქცა მისი ცხოვრების ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან, ასე ვთქვათ, საქმედ და ასე ვთქვათ, მამ ყველაფრით ირჩენდა თავს. მას ეძახდნენ ქართველ ჟორჟ სანდის, რადგან ფრანგი მწერლის მსგავსად, მასაც ძალიან რთული ოჯახური ყოფა ჰქონდა და ისიც ცდილობდა ამ ოჯახური ყოფისგან გათავისუფლებას. 17 წლის ახალგაზრდა ქალი საკმაოდ უფროს კაცზე დაათხოვეს, რომელიც ძალიან მდიდარი ვაჭარი იყო, სოლომ მდივანი იმდროინდელ დასავლეთ საქართველოში და ისე მოხდა, რომ ძალიან ადრე აღმოჩნდა პრობლემები წყვილის ცხოვრებაში, ისე მოხდა, რომ ეჭვიანობდა მეუღლე და დომინიკამ მისი ბიძაშვილის დახმარებით მოახერხა თბილისში წასვლა და დაიწყო ჟურნალ ნობათში კორექტორად მუშაობა და ეხლა ყვებით დღეს ამბავს, რამდენიმე საუკუნის წინ მომხდარს და დღესაც კი ძალიან რთულია გათავისუფლდე მოძალადე ადამიანისგან და ჩვენ საუბრობთ ამას 1890-იან წლებზე, ხო? და წარმოიდგინეთ, ჩამოდის ქუთაისიდან დომინიკა თბილისში მისი ბიძაშვილის დახმარებით და ის აღმოჩნდება ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის გარემოცვაში, იაკობ გოგებაშვილთან და მათი ნაწერები სწორედ დომინიკას დაკორექტირებულია და როდესაც შემდგომში შეგხვდებათ ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, აკაკი წერეთელი, გახსოვდეთ, რომ ამ ნაწარმოებებში სწორედ მისი ხელი ურევია. დომინიკა აიღო ფსევდონიმი განდეგილი და ამ ფსევდონიმის, ასე ვთქვათ, აღება გადაწყვიტა ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების მიხედვით და თბილისში ჩამოსულმა ქალმა მისი პირველი ლექსი დაბეჭდა ივერიაში, რომელიც ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებას მიუძღვნა და მას შემდეგ ფაქტობრივად იმდროინდელ პუბლიცისტურ პრესაში ხშირად ბეჭდავდა მის ჩანაწერებს და უკვე 1904 წლიდან თავად ხდება ჟურნალ ნობათის რედაქტორი. დომინიკა თბილისში ჩამოსული იწყებს ძალიან მნიშვნელოვან საქმეს და ეს საქმე არის ქართველ ქალთა საზოგადოების დაარსება და ამ საზოგადოების მიზანია კავკასიელ ქალებთან ერთად გაძლიერდნენ, შეკავშირდნენ, დაარსონ სკოლები ახალგაზრდებისთვის, როგორც გითხარით, სკოლა, განათლების კერები მიიჩნეოდა ქვეყნის გათავისუფლების უმნიშვნელოვანეს ფაქტორად და შემდეგ უკვე ეს ქალთა საზოგადოება არსებს ძალიან მნიშვნელოვან სივრცეს საჩაიე ძმურ ნუგეშს, რომელიც წარმოადგენდა კლუბს, სადაც ფაქტობრივად იმდროინდელი საზოგადოების ძალიან ცნობილი წარმომადგენლები იკრიბებოდნენ და ამ საზოგადოების მიზანი იყო ეს პერიოდი დაემთხვა პირველი მსოფლიო ომის დაწყებას 1914 წელს და ომში დაჭრილ დასახიჩრებულთა დახმარებას და ფაქტობრივად ძმური ნუგეში იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, რომელიც
თბილისში საქმიანობდა და ეხმარებოდა ომის დაჭრილ დაშავებულებს და თავად მოხალისეობრივი შრომით იყვნენ დაკავებული და ამ ქალებთან ერთად იმდროინდელი საზოგადოების წარმომადგენელი კაცებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი და თქვენ ხედავთ გაზეთში დაბეჭდილ რეკლამებს, როდესაც იმართება კაბარე ვერიკო ანჯაფარიძის, საცა ამირეჯიბის მონაწილეობით და ეს ყველაფერი უკავშირდება, როგორც გითხარით, დაჭრილ დასახიჭრებულთა დახმარებას.